ლექსის წერის მეთოდი. აურიე ადამიანები ნივთებში, მე გამოაცალკევე, სანამ გამოაცალკევებ, ერთმანეთის თვისებები გადაედებათ. ხოდა მე წერე ადამიანებზე როგორც ნივთებზე და რაც მთავარია პირიქითაც. აურიე ლურჯი და ყვითელი ერთმანეთში მიიღებ მწვანეს, ან ლურჯი და წითელი მიიღებ იასამნისფერს. ბევრ პოეტს უყვარდა ფერები, განსაკუთრებით თრაკლს. სულ ერთმანეთში ურევდა, თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც, ფერები რომ სძულდათ. აურიე სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთმანეთში მიიღებ ბლეიკს, ან მინიმუმ მილტონს. თუმცა თუ აურევ იცოდე, მერე გაგიჭირდება გამოცალკევება. აურიე, ერთი სიტყვით აურიე, კარგად ბლომად აურიე და მერე შეეცადე გამოაცალკევო. ეგაა მეტი არაფერი პოეზია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თეზისი, მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნიკა ლაშხია ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პოეტი და მწერალი შოთა იათაშვილი. მოგესალმებით შოთა, დღეს ვისაუბრებთ შოთა იათაშვილის პოეზიაზე, წარმოადგენთ წიგნს, მინდა წარმოგიდგინოთ წიგნი პოეტური გამოცდილების სიმწარე, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა, წიგნში შესულია 2011 წლიდან 2015 წლამდე დაწერილი ლექსები, რედაქტორია ზვიად რატიანი, შეიძლება წიგნის მაღაზიებში შეიძინოთ ეს წიგნი და წაიკითხოთ შესაბამისად. სანამ ამ წიგნზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა აღვნიშნო, რომ ხართ პროფესიით მათემატიკოსი, ანუ ზუსტი მეცნიერებიდან ბრძანდებით, ასე რომ ვთქვათ, როგორ მოხდა ეს არეულობა თქვენ ცხოვრებაში, გულისხმობ პოეზიას, რომელიმე კონკრეტული ავტორის ან ავტორების გავლენა ხომ არ იყო მის მიზეზი, რომ ერთმშვენიერ დღეს თქვენ გადაწყვიტეთ გეწერათ ლექსები? არა, ელემენტარულად მე ბავშვობიდან სულ კითხულობდი, სტუდენტობის დროსაც კითხულობდი, ყველაფერს კითხულობდი, რომანებს, ფილოსოფია ძალიან მაინტერესებდა, თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად რაც მაინტერესებდა ეს იყო პოეზია. მე მგონი არც მესმოდა რა იყო პოეზია და არც არასდროს ჩემს ხელშიც კი არ ჩერდებოდა პოეტური კრებულები. თუმცა ოჯახური გარემო იყო ისეთი, რომ ძალიან ლიტერატურული გარემო იყო. მამაჩემი იყო ჟურნალისტი, მაგრამ მე დრამატურგია მოსინჯა და საკმაოდ იმ პერიოდისთვის წარმატებებსაც მიაღწია, მისი პიესები იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რუსეთშიც და ჩვენს ოჯახში სულ მუდამ იყო ლიტერატურული გარემო, მწერლები სულ მუდამ მოდიოდნენ, ბიძაჩემიც იგლიარურია მწერალი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად აი ამ გარემოს ჩემში ეს ჟინი არ გაუჩენია, რომ აი მეც უნდა გავხდე მწერალი და უნდა ვწერო. შეიძლება არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად ერთი ვერელი წესიერი ბიჭი ვიყავი, შეიძლება დედიკოს ბიჭიც კი ვიყავი, რომელიც ფრიადოსანი იყო, საკმაოდ კარგად სწავლობდა ყველაფერს და კარგად რო სწავლობდა, ამ ტექნიკურ საგნებსაც კარგად ითვისებდა და მე რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ მათემატიკის მხრივ გამეგრძელებინა ეს ჩემი ცხოვრება, ბედისწერა და ბოლომდე ვისწავლე მთელი კურსი გავიარე, შემდეგ კათედრაზეც დამტოვა ცნობილმა მათემატიკოსმა სერგო თოფურიამ, მაგრამ გამოვიქეცი, მაშინ უკვე ეს ის პერიოდია, როდესაც სხვა ინტერესები მიჩნდება, კინორეჟისორობა მომინდა მაშინ და მაშინ იყო, რომ რაღაცა ეს პირველი მცდელობები დაიწყო, რაღაც ტექსტები მეწერა. მაგრამ
ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე ინგრევა საბჭოთა კავშირი, უკვე კინოს გადაღების შესაძლებლობა აღარ არის, თუმცა 16 მმ-იან აპარატზე ერთი რაღაც პატარა ფილმის გადაღება კი მოვასწარი, მე 35 მმ-იანზეც, ანუ პროფესიონალურზეც დავიწყე რაღაც გადაღებები, მაგრამ ვერ მივიყვანე ბოლომდე. მათემატიკაც უკვე ისა მოშორებული მქონდა და შემჭა ხელში ლიტერატურა. თავიდანვე, როდესაც 93 წელს გამოიცა თქვენი პირველი კრებული თუ არ ვცდები, 90 ანუ პირველივე კრებულში ეს არ გავდა რაღაც ტრადიციულ ლექსს, კლასიკურ ლირიულ ლექსებს, ექსპერიმენტებს ატარებდა, მას შემდეგ მოყვებით. აი მის მიზეზი მაინტერესებს, რატო თან იმ ეპოქაში, როდესაც პატრიოტული ლექსები გულისხმობ 90-92, როდესაც სამოქალაქო ომი მძინვარებდა საქართველოში და შენე ქართველო და მოდიოდა პატრიოტულ ლექსები იყო მაშინ პოპულარული და დღესაც არის შეიმჩნევა ეს ახალგაზრდებშიც. დღესაც წერენ და ძალიან აქტუალურიც არის, არაფერი ცუდი ამაში არ არის, უბრალოდ გულისხმობ თქვენს პირველ პოეტურ კრებულს, სადაც არ ჩანდა ეს რაღაც კლასიკური რაღაცა ტენდენცია და კლასიკური ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ როგორც უკვე ეს ჩემი გამრილი გზა აღწერე, არც ვიცოდი რა იყო პოეზია, მერე დავიწყე უკვე ლექსის წერა რო დავიწყე, მერე დავიწყე ამ ფენომენის გამოკვლევა რა არის საერთოდ პოეზია და ამიტომ ეს იყო მოსული ზემოდან, ქვემოდან, გვერდიდან, როგორც გინდა დაარქვა, მაგრამ ეს არ იყო რაღაცა თარგები, რაღაც ეტალონები, რომელიც ადამიანს უჯდება ტვინში და გონია რომ ეს არის პოეზია და ამიტომ ასე უნდა წეროს პოეზია. რა კი მე ეს არ მქონდა, ლექსი ჩემში დაიბადა ალბათ რაღაცა აუთენტური ისეთი რამ, რაც აი ასეთი უნდა იყოს. მე შეიძლება უბრალოდ მე დავარქვი ლექსი, ან უბრალოდ ასე თუ ისე მივხვდი რომ ეს ლექსი იყო. და აი ამიტომ არის რომ არ არის ჩემში არანაირად აი ეს მომენტები და მეორე არის რომ თავისთავად ახლა რასაც თქვენ მეკითხებით რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ეს ეროვნული მოძრაობა ძალას იკრებს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი პატრიოტიზმი, ეს პატრიოტული პოეზია უკვე საკმაო ხანი, პატრიოტული პოეზია უკვე დიდი ხანი იყო, რაც თან არსებობდა პარტიულ პოეზიასთან ერთად. ანუ ეს პატრიოტული პოეზიის ავტორები ამავე დროს პარტიული პოეზიის ავტორების იყვნენ ხოლმე, რაღაცა უცნაური, რაღაცა სიმბიოზი ხდებოდა და ის პერიოდი იყო იმდენად მწვავე სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ თუ ადამიანი წერას დაიწყებდა, რაზე უნდა ეწერა, სწორედ იმ პრობლემებზე, რაც უცებ თავს დაგვატყდა. და ამიტომ იყო რომ სწორედ ეს ქართული სოციალური პოეზია აქტუალურია ბევრი თვალსაზრისით მაშინ დაიბადა. კი არ დაიბადა, უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. იმიტომ რომ თუ 100 კაციდან შეიძლება ისა ერთს ადრე ეფიქრა ასეთი პოეზიის დაწერაზე, იმიტომ რომ შინაგანი რაღაცა მოტივი და ეგეთი ხასიათი ჰქონდა. ეხლა ელემენტარულად სხვანაირად რაღაცა ძალიან ყალბი გამოდიოდა და სხვანაირად არც გამოდიოდა. თუ რამეზე წერდი, აი ამ გარემოზე წერდი. ხო, ადამიანი გარემოს ვერ გაექცევა. შეიძლება გაექცეს, დაემალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გაექცევა და მით უმეტეს ახალგაზრდა ავტორი როცა ხარ, ამას ვერ გაურბიხარ და ეს იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, გამოკვლევის თუ რაღაცა ჩვენი ფიქრის და ჩვენი ვნებების საგანი და ამიტომ გახდა აი ასეთი ჩვენი პოეზია. ამაზე გაკეთდა აქცენტები ბუნებრივად.
სათქმელები, ენერგიები უიმედოდ გაბნეულა დედამიწაზე. ის, რაც ადრე თავმოყრილი ოციოდე პოეტში იყო, ახლა ასეულ ათასობით ადამიანში გადანაწილდა. როგორ ვსდიო, სად ვაგროვო, ისევ როგორ გავამთლიანო, ქინქლებივით ირევიან მელოდიებიც ჰაერში და მათ რაღაც შეკრავს. რამდენიმე მუსიკოსი თვითკმარი მთელი ეპოქისათვის აღარ არსებობს. მუსიკოსი მილიონია და მხოლოდ ერთი ჯოულია ენერგია თითოეულში და მეც უკვე ვეღარ მაძლევენ ლექსები და სიმღერები სიცოცხლის ძალას. თითქოს სულ მუდამ არაქათი გამოცლილი მაქვს, მკვდარივით ვწევარ და ვცდილობ ღონე მოვიკრიბო რამენაირად, ბავშვებს ვეძახი, ვთხოვ მომიტანონ რაღაც წიგნები, ხელმარცხნივ დავიდე ხარანაული, ხელმარჯვნივ კი ტრანსტრომერი, თავქვეშ ჟადანი ამოვიდე ვერა პავლოვა ენცენსბერგერი. ცოცხლების სუნთქვა მინდა ვიგრძნო, მინდა ყველამ ერთდროულად მძლავრად ჩამბეროს ამ სუსტ ფილტვებში პოეზიის ჭლექი რომ სჭირს თუ სიმსივნე, თითქოს ცოტათი მოვღონიერდი, გამთლიან და თითქოს რაღაც, მაგრამ ვერა, გაფანტულია სათქმელები, გაპნეულია ენერგიები, ცოცხალკვდარი ვწევა ირგვლივ ჟანგბადის ბალიშებ შემოწყობილი და მძიმედ სუნთქა. ვისაუბროთ პოეტური გამოცდილების სიმწარე, როგორც ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, დავით გურამიშვილი ახსენეს სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გართულდების თქვენთან რატომღაც პირიქით მოხდა, ხო? ანუ მაინტერესებს ეს პოეტური გამოცდილება, ნუ ახალგაზრდობაში შეიძლება რაღაცეები გაგეპაროს, რაღაცეები შენს გაატარო და არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ როდესაც გამოცდილება გროვდება, ალბათ მართლა სიმწარე, ანუ თითოეული ლექსის წერა და უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს და თვალყურის დევნებას, ასე ვთქვათ. რატომ შეარჩიეთ ეს პოეტური გამოცდილების სიმწარე? რა იგულისხმება ამ სათაურში, რას გულისხმობთ? რაც წერია, მაგას გულისხმობდი, მეტს არაფერს. თუმცა თუ ასოციაციები გვინდა, უილიამ ბლეიქთან არის ასოციაციები, იმიტომ რომ მას აქვს ლექსების ციკლები გამოცდილებებზე. რამდენიმე ციკლი აქვს სხვადასხვა ტიპის გამოცდილებებზე. ოღონდ იქ პოეტური გამოცდილება არ არის, სხვა ტიპის გამოცდილებებია. ნუ შეიძლება, ნუ ახლა მით უმეტეს თუ ეს ინგლისურად ამ სათაურს ინგლისურ თარგმანში წარმოვადგენთ, ყველა მიხვდება, რომ რაღაცა ბლეიკის გათამაშება, როგორც ჩემი ადრინდელი ერთ-ერთი კრებული იყო ბენზინის ყვავილები, ხო? ყველა მიხვდება, რომ ეს არის არტისტული ყვავილების გათამაშება, მაგრამ გათამაშებაც კი არ არის, არამედ ეს არის რაღაცა იმ გამოცდილების ახალი რაკურსით დანახვა ალბათ, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია და ამ შემთხვევაში რატომ ეს პოეტური გამოცდილება? იმიტომ რომ მართლა არის ალბათ რაღაცა ეტაპობრივი ასაკები, როდესაც გრძნობ, რომ აი თვისობრივად რაღაც იცვლება, რომ ის შენ პატარა ბიჭის ენერგეტიკით ლექს ვერ დაწერ, იმ შემართებით ვერ დაწერ, მაგრამ წერ რაღაცა სხვანაირი გამოცდილებით, რომელიც მაგრა შეიძლება გაწერინებს ლექს, მაგრამ შეიძლება გულცივად წერ ამ ძლიერ ლექს და ის პატარა ბიჭი შეიძლება უფრო სუსტ ლექს ძალიან აი რაღაცა გული უსკდება და ისე წერს და ამაშია იმ პატარა ბიჭის ლექსის ფასი
და ყოველთვის ახალგაზრდა პოეტების ლექსები შედევრებად რჩებოდა ხოლმე, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის რჩებოდა გამოცდილი პოეტების შედევრები, ლექსები, რომელიც გულცივად არის დაწერილი, გამოცდილებით არის დაწერილი. ანუ რაღაცა აი ეს მომენტი, გარდასulis მომენტი ვიგრძენი ალბათ მე, რომ სადღაც ერთი დამთავრდა და მეორე იწყება. პოეტური გამოცდილების სიმწარე. მათ შეუძლიათ იცხოვრონ, მე შემიძლია ვწერდე. მათ შეუძლიათ ყალყზე შეაყენონ მოტოციკლეტები. მე შემიძლია ამაზე სრულიად შთამბეჭდავად ვწერდე. მათ შეუძლიათ ერთმანეთს ეხუტებოდნენ ბედნიერები. მე შემიძლია მათ გვერდით აბუზული ვიდგე და გონებაში გამომყავდეს მოხდენილი ფრაზები იმის შესახებ, თუ როგორ უღიმის ერთი მეორეს. მაგალითად ასე, გოგოს ჩექმები ბიჭის ჩაფხუts ან პირიქით, ბიჭის ჯინსი გოგოს კაშნეს. მათ შეუძლიათ არ შემამჩნიონ. მე სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევამჩნიო ისინი, როგორც ლექსის თემა. მათ შეუძლიათ იცხოვრონ ჩემზე უკეთ, მე შემიძლია მათზე უკეთ წერდე. ვისაუბროთ მწერალთა კავშირზეც, ეს ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ მოხვდი თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ქონდათ შემოთავაზება, თქვენი პრინციპული უარი იყო, რომ თავის დროზე არ შეუერთით მწერალთა კავშირს. რა იყო ამის მიზეზი? პროტესტის მიმართ? არაფერი პრინციპულობა მე მგონი არ იყო და მე არ ვიდა არანაირად აქ გბირად ჩემი თავი წარმოვაჩინო, ელემენტარულად ეს უკვე ის ეპოქა იყო, როდესაც ის მწერალთა კავშირი უკვე იყო ნაფტალინი, იყო რეაქციული ძალა და ელემენტარულად კაი ასეთ განმარტებებს თავი დავანებოთ, ეს იყო ელემენტარულად ის სივრცე, რომელიც მე არანაირად აღარ მაინტერესებდა. იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ახალგაზრდა პოეტები გამოდიოდით და ჩვენს პერფორმანსებს ვაკეთებდით, ჩვენს სიგიჟეებს ვაკეთებდით, საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდით ჩვენს ლექსებს და მერე რიზოგრაფზე 50 ეგზემპლარს ვკინძავდით და ეს იყო ჩვენი წიგნები და რა გვინდოდა ჩვენ იმ რაღაც ასე ვთქვათ ძველ გადმონაშთთან ვერანაირად მე ვერ გავიაზრებდი რა მინდა და რა უნდა ვაკეთო მათთან ერთად და მხოლოდ ეს იყო, არავითარი მან გმირობა არ ყოფილა, არაფერი სხვა არ ყოფილა, უბრალოდ ძალიან ესეთი გაუგებრობა იყო, ვერც კი მივხვდი რატო უნდა ყოფილიყავი იქ. თუმცა თქვენი თანამედროვეები იყვნენ და მერე წამოვიდნენ. იყო ასეთი. ხო, ნუ ესეც ნომინალური იქ ყოფნა იყო, ნომინალური ყოფნა იყო იქ და ნუ მაგას უკვე პრინციპული 90-იანი რეაქტიულ კლუბზე რა შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ თავის დროზე რეაქტიულმა კლუბმა თავის სიტყვა თქვა, თქვენთან რაღაც ვერ ვაკავშირებ, ხო თუ იყავით იცი რა, ახლა 90-იანი წლების დასაწყისიდანვე ახლა ჩვენს გასაგები რო იყოს ვიტყვი რომ ეს პოეტური ორდენები ხო სულ მუდამ ყველა ეპოქაში იქმნებოდა და ეს სულ ასე იქნება და მით უმეტეს ეს ის გარდატეხის პერიოდი, ის პერიოდი იყო როდესაც რა თქმა უნდა აი ეს ვნებები უნდა გაჩენილიყო და მოხდა კიდევაც და ერთ-ერთი ასეთი პოეტური ასე ვთქვათ ორდენი იყო რეაქტიული კლუბი ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა და კიდევ იყო ხალხი, მაგრამ ძირითადად ამ ადამიანთან ასოცირდება და ზუსტად იმავე პერიოდში იყო ესეთი ორდენი ქრონოფაგები, სადაც რაღაცა ეს პირველი წიგნი საკმაოდ სუსტი წიგნი იყო, არეული, ჭრელი ესთეტიკის, მე ბევრი წავიდა და 93 წელს გამოვეცით უკვე სამ ავტორმა ფსევდონიმებით იყო, ნუ ზვიად
ზურაბ ქაოსური, გიორგი ბუნდოვანი და შოთა მეტამორფოზული მე ვიყავი. ზურაბ ქაოსური იყო ზურარ თველიაშვილი, რომელიც შვედეთშია უკვე რამდენიმე წელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო ავტორია იმ ეპოქიდან მოყოლებული და გიორგი ბუნდოვანი, რომელიც გიორგი ბუნდოვანად დარჩა დღემდე, თუმცა გიორგი გვარად არის კახიძე. ერთხელ დაბეჭდა ისა დათო ბარბაქაძემ პლუს მინუს ლიტერატურა გამოდიოდა ეგეთი გაზეთი 90-იან წლებში და თავისი ნამდვილი გვარით დაბეჭდა და ძალიან განურისხდა. არა ვარო მეო კახიძეო, მე ვარ ბუნდოვანიო. ხო და რას ვამბობ ახლა რო არ ავიბნეთ ეს გამოვიცით მაშინ ჩვენ ესეთი ანომალიური პოეზიის კრებული თავისი რაღაცა манифестით და თავისი რაღაცა კონცეფციით ასე ვთქვა და ნუ მაშინ დაიწყო ეს ჩვენი შეხება საკმაოდ ესეთი რთული მომენტიც იყო იმიტომ რომ ესე ტკბილად არ მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ერთი და იგივე სივრცეს აღწერდით სოციალურად აქტუალური პოეზია იყო მათის და ჩვენის. თუმცა მათი ახლა ობიექტურად რო ვთქვათ, უფრო მეტად შეძლო რაღაცა მასებში ზემოქმედების მოხდენა და ესა მე ამას ვაფასებ მათში, იმიტომ რომ რაღაცა ეს არის რაღაცა სულიერი ძალა კი არა და რა ქვია, ქარიზმის მომენტიც არის და ბევრი მომენტიც არის. თუმცა მხატვრული თვალსაზრისით ახლა ის კრებულიც რო ავიღოთ, ხო, ძალიან ძლიერი კრებულია ჩვენი. ანუ ასე იოლად არ ხდება, ესე იგი რა როგორ მუშაობს. იქ შეიძლება რაღაცა 10-20 წელი გავიდეს და ის ლექსები რაღაცა უფრო მეტად დარჩეს, მერე ეს ყველაფერი სხვანაირად გადაიხედოს, მაგრამ იმ პერიოდში რეაქტიული კლუბი უფრო უკეთესად მუშაობდა და რაღაც ესე იგი გავლენას უფრო მეტად ახდენდა. თუმცა ჩვენი რაღაც ესეთი სიგიჟეები გქონდა, ჩვენი რაღაც ესეთი აქტიურობა მუდმივი გქონდა და მარტო ეს სამი ადამიანი არ აქ იყო დათო ჩიხლაძე, აქ იყო ბადრი გუგუშვილი, რომელიც გარდაიცვალა ტრაგიკულად 1996 წელს წითელ პარასკევს თავი ჩამოიხშო თავის აგარაკზე რაღაცნაირად ეს სხვებშეწირვა იყო რაღაცა ესეთი სიმბოლური თვითმკვლელობა იყო და უნიჭიერესი ადამიანია და ბევრმა არ იცის და საერთოდ ეგ ეპოქა კიდევ რაღაცნაირად ბევრნაირად გასაცოცხლებელია და ესეთი მარგინალური ავტორები კიდევ არიან დარჩენილი და საჭიროა მათზე ლაპარაკი. შეწებებული კიდეები. ჯერ იყო მეტეხის ეკლესია, მერე ციხე, ხოლო მერე ხელოვნების მუზეუმი. შემდეგ მეტეხის თეატრი და ბოლოს ისევ ეკლესია. ყველა ტურისტი მეტეხზე აღყავთ. ვიღაცას ალბათ ეუბნებიან, ვიღაცას არა, რომ ის იყო ჯერ ეკლესია, მერე ციხე, მუზეუმი, თეატრი და ახლა ისევ ეკლესია. მერე არ ვიცით რა იქნება, ვიცით ის რომ ერთი დიდი მეტეხია, ჩვენი თბილისი, ეკლესიაც, მუზეუმიც, ციხეც, თეატრიც. აქ მისი ყველა კიდე წებდება. ვისაუბროთ თქვენს მისტიფიკაციაზე, დიანა ვაჩნაძეზე, რომელიც გაგრძელდა 7-8 წელი, წერდით დიანა ვაჩნაძის ფსევდონიმით ლექსებს. რისი თქმა სურდა დიანა ვაჩნაძეს ქართულ პოეზიაში, როგორც ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე აღნიშნეთ, იმ პერიოდში, როდესაც ეს მისტიფიკაცია, ეს ფსევდონიმი გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში, იყავით ერთ-ერთი ჟურნალის თუ გაზეთის რედაქტორი და ხშირად
მოქონდათ ახალგაზრდა გოგონებს ლექსები და რატომღაც არ იყო ეს გახსნილობა და მინდოდა ბოლომდე არ იყვნენ გახსნილები ეს იყო მიზეზი თქვი რომ ერთ-ერთი ეს იყო მეორე რომ ამის პრეცედენტი იყო ხო ხო იყო მესამე არ ვიცი სადმე მithქვამს არ მithქვამს მგონი სადღაც მithქვამს იყო ეგეთი ჩვენი მეგობარი პოეტი გოგონა იმ პერიოდში შორენა ჯორჯიკია რომელმაც მოგვიტანა ისა ჩვენ სანდრო შავდიას ლექსები ჩვენ მოგვეწონა ეს ლექსები მაშინ იმ 90-იან წლებში ლიტერატურთა რესპუბლიკური ცენტრი იყო და რუბიკონი და მესამე გზა ეგეთი გაზეთები გამოდიოდა იქ დაობეჭდეთ მერე ჩვენ შევთავაზეთ რომ მოდი ისა გაგვაცანი ეგ ბიჭი და ისა ჩვენს ორდენში გაწევრიანდეს უთხარით და ინვალიდი არისო და ისეო ვეტყვიო თუ გიდათო და მე მოგვიტანა ეს ამბავი რომ თანახმა არისო და ჩვენც გავაწევრიანეთ მაგრამ სულ გვინდოდა ამ სანდრო შავდიას გაწევრიანება ისა ნახვა პირადად და ეს გოგო სულ რაღაცა წელავდა აგვიყვანე გაგვაცანი რაღაცა და ბოლოს ნერვები მოეშალა რა გამოგაშტერათო ჩემი დაწერილი ლექსები არისო ხო რაღაცა თითქოს მახსოვს რომ მაგანაც იმუშაო რომ რაღაცა კონტრ ასე ვთქვათ დარტყმა მინდოდა მეყენებინა რომ ესე იგი მეც ანუ რაღაცა ეგეთი მისტიფიკაცია გამეკეთებინა ანუ რაღაცები დაგროვდა და მე თავისთავად ხო წერილისთვის ეგ ძალიან საინტერესოა როდესაც კაცი გადის კაცის ტყავიდან და ცდილობს რომ ქალის ფსიქოლოგიაში ჩაძრეს ქალის კანში ჩაძრეს და იქიდან ილაპარაკოს ხო და ეს თავისთავად ესეთი საინტერესო ფენომენი იყო ჩემთვის და ამიტომ დავიწყე დიანა ვაშნაძის სახელით წერა მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა რა ვიცი ეს ჩემი მეგობარი ბიჭები კიდევ დამდებდნენ იმათაც ტვინი გამომიჭამეს რომ რა ვიცი რაღაცა მაგარი გოგო ჩასო და გაგვაცანიო როგორც ამ შორენას ვეუბნებოდი ჩვენ ეს სანდრო შავდია გაგვაცანი და მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტ იმაზე დაჟინებაზე იყვნენ რომ მაგარი გოგოა და რატო გვიმალავ მოდი ოჯახზეც ვისაუბროთ ოჯახში ხართ ორი პოეტი შოთა იათაშვილი და თქვენი მეუღლე მაია სარიშვილი რომელსაც მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვსემ და ძალიან მიყვარს მისი პოეზია ერთ-ერთ გადაცემაში იხუმრა დათო ტურაშვილმა რომ მაია რო ლექს დაწერს შოთა ეხვეწება გადამაწერინე მართლა ასე ხდება თუ არა და საინტერესოა რამდენად რთულია იმიტომ რომ ლექსით და პოეზიით თავის გადანა საქართველოში ჭირს ასე ვთქვათ და ხო არ აჩენს ეს რაღაც დისკომფორტს ამ პირიქით ხო არ გაძლევთ უფრო დიდ ენერგიას და ჭირს ისე ერთი ხუმრობას გამახსენდა როტერდამში Poetry International-ზე ვიყავით მე მაია და რატი ამაღლობელი და რატიმ იხუმრა მაშინ რომ აუ წარმოვიდგენიო ეს შოთას სულ რომ ამას ნობელს რო ელოდება და უცებ მაიას რომ ისცემენ ხო და არ ვიცი რა როგორ იქნება მაგრამ ნუ რა ვიცი რა გითხრა მანდაც ძალიან უცნაურად დაიწყო ურთიერთობა იმიტომ რომ 90-იან წლების დასაწყისიდან როდესაც ჩვენ ამ პოეტურ საღამოებს ვაწყობდით რაღაც პერფორმანსებს ვაწყობდით მაია სულ მოდიოდა ხოლმე და ჩუმა დიჟდა მოისმენდა წავიდოდა ადვილია სულ მტკივნეულო ვერავინ წარმოიდგეს როგორ უცებ ამოყვება მდინარე კალაპოტიდან თვითონაც მკვდარი ქალივითა ლიფსიტები შავი აბებივით რომ უყრია ტანში და კი არა ალღობს პირიქით იზრდებიან ეს შავი აბები პირის დაღებას სწავლობენ ასეთი მდინარე უღალატოა არც გაწყდება არც თავზე გადმოსრიალდება ძარღვებზე მოხერხებულად მოგეჭირება ხვალ კი ტყუილი დილა უწყლო ჭიქასავით მოყუდებული 4ჯერ ასე რაც დავზრდი ბავშვებს ყვამლისავ არ ვერ ვიქნები პასუხის მგებელი ხოლო კანკალი საიდუმლო კაკონივითაა შიგნიდან რომ ცოცხალი ვარ მაგრამ არაფერი გამომივა ეს ღამეც ხომ ხელოვნურად შემოვიჩვიე თითქოს ქორი გადამეღებოს ბუმბულები სულ სათითაოდ გაუღიავენ
მოინახულეთ ახლა ვინმემ ჩემი საშიში ძილი, გადაკლაპული აბები ლიფსიტებივით რომ მეზრდებიან, პირის დაღებას რომ სწავლობენ. რაღაცა 5 წელი ეგრე გრძელდებოდა ფაქტიურად და აი ეს რაღაცა მინიმალური კონტაქტი იყო ხოლმე და მე უცებ რაღაცა შეიცვალა, როდესაც რაღაცა პრემია აიღო, ერთი რაღაც პიესების კონკურსი იყო და რაღაც ესა პიესების კონკურსში გაიმარჯვა და დამაინტერესა და მანახე მეთქი ეს პიესა და რომ მომიტანა რაღაცა ნახე ეს პიესა, დავიწყეთ ლაპარაკი, საუბარი, ამის მერე რაღაცნაირად სხვანაირად გაიხსნა ეს ჩვენი ურთიერთობა და სხვათა შორის ხო საინტერესო ამბავს მოგიყვები თუ გინდა რომ მოვყევი ეს ორდენის ამბავი, სადაც გიორგი ბუნდოვანი იყო. სანამ მაია სარიშვილს გავიცნობდი, მე მაია სარიშვილი გავიცანი მისი ლექსები ოღონდ მოსმენილი გიორგი ბუნდოვანის ხმით. ანუ აი ეს ხო გითხარი სანდრო შავდიას ამბავი და ახლა ჩვენ სამნი რო ვიყავით ესა გიორგი მეუბნება რომ გვეუბნება ორივეს რომ თუმცა ესა ზურა იცნობდა აი ჩვენთან პედაგოგიურშიო მაგარი გოგო სწავლობსო კარგი ლექსებს წერსო ძალიან უნდა მოდიო ისო გავაწევრიანოთო და ოღონდ რაღაცა თავისი ლექსები ერთხელ მათხოვაო ერთი დღითო მარტო და ეხლა მაგასო ვერ იმას ვიზამდიო, ვერ გადავწერდი, ვერაფერს ვერ უზამდიო და თან უკან უნდა დამებრუნებინაო და ავდექიო და კასეტაზე ჩავიწერეო, ხო და ახაო შენ ეს კასეტაო და ისა მოусმინეო და ესე წამოვიღე სახლში და გიორგი ბუნდოვანის ხმით უსმენდი ისა მაია სარიშვილის ლექსებს, ხო და მე დავაი ისა გავაწევრიანოთ კი ნიჭიერია მეთქი და მაგრამ ეგ დამთავრდა იმითი რომ ისა რო უთხარით ეგ ამბავი, კაი მოვიფიქრებო და წავიდა და აღარს გამოჩენდა. პასუხიც კი არ გაუწია. იმიტომ რომ სულ სხვანაირი ტიპაჟია რა, საერთო ორდენები და რა ეგეთი რაღაცები მასთან არ მოსულა. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და წარმატებებს გისურვებთ. ნობელს რომ აიღეთ, აქ ვარ და კიდევ ერთი გადაცემა ჩავწეროთ ოჯახი და რომელიმე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა და რა ვიცი ეს ორი დღე ძალიან რაღაცა დატვირთული იყო, 4 ადგილას ვიყავი, მარტო ზუგდიდში არა, აგერ ჩხოროწყუში ლიტერატურული ოდა გაიხსნა, არაჩვეულებრივი გარემოა, საყვარელი სიტუაცია იყო, ზუგდიდში 3 ადგილას ვიყავით და რა ვიცი, აი ესეთი გასვლები ძალიან აუცილებელია, მე ყოველთვის მზად ვარ, ყველგან თუ დამიძახებენ თუ ეს ინტერესი იქნება, თქვენთან ვარ და თავარია რომ ლიტერატურა იყოს ყველგან, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და არა მხოლოდ რაღაცა დედაქალაქის რაღაცა უბნის რაღაცა ერთ-ორ ქუჩაზე. დიდი მადლობა, გადაცემა თეზისი, ერთი კვირით გემშვიდობებად მომავალ შეხვედრამდე.